მოგესალმებით. მიუხედავად იმის, თქვენ აქციებს ყიდულობთ თუ ინდექსს ყიდულობთ, არ აქვს მნიშვნელობა. იმ თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანია ემოციების კონტროლი და სრულიად დამოუკიდებლობა. თქვენ როდესაც შეარჩევთ თუ ხართ შემრჩევი აქციების, სხვას არ უნდა უსმინოთ და არ უნდა უყუროთ თუ ის რას აკეთებს, იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანის ძალიან ბევრი აზრია ბაზარზე. ეს ძალიან აგრევთ. თუ ინდექსს ყიდულობთ, ფაქტიურად მით უმეტეს, ეჭვი არაფერს შეგეპარებათ, იმიტომ ზუსტად არავინ არ იცის, როდის უნდა იყიდოთ და როდის უნდა გაყიდოთ. შეიძლება დიდი ალბათობით საუბრობენ, შეიძლება ამბობენ, რომ ბაზარი არის ძვირი, overvalue და ამ შემდეგ, მაგრამ ეს სიძვირე შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე წელი. და ის კიდევ მომატებული ფასიდან რო დაიკლებს, დღეს რაც არის ფასი, ამაზე მაღლა დაკორექტირდეს და ისევ ზევი წავიდეს. ძალზედ საგულისხმოა, რომ თქვენ და ძალზედ მნიშვნელოვანია თქვენ იყვეთ მუდმივად ნაყიდი გქონდეთ აქციები. ანუ ფლობდეთ, იმიტომ თქვენ თუ დაიწყებთ იმას, რომ მე ძალზედ ჭკვიანი ვარ და ვიყიდი იმ დროს გავყიდი და ძალზედ კარგად გამოგივა, შეიძლება რამოდენიმეჯერ გამოგივიდეს, რამოდენიმეჯერ არ გამოგივიდეს, მაგრამ საშუალოდ ბაზარზე უარესი შედეგი მიიღოს, სტანდარტია 500-ზე უარესი შედეგი, იმიტომ რომ თქვენ იცით სტატისტიკურად 10 საუკეთესო დღე წლის განმავლობაში, თუ თქვენ არ ფლობთ ამ სიტყვაზე ინდექსია თუ აქციები, მაშინ შეიძლება ბევრად უარესი შედეგი გქონდეთ ვიდრე ბაზარს. აი თითქმის მთელი, ზოგჯერ არის ხოლმე რომ მთელი მოგება რამოდენიმე დღის მომგებიანობაზე მოდის. აი მიუხედავად იმის, რომ წლის ანგარიშდება, გასაშუალებული ხო? საშუალო. ანუ წლის პირველი იანვრიდან, მაგალითად 31 დეკემბრის ჩათვლით. აქ ზოგჯერ მოდის რამოდენიმე დღეში იმატებს იმას, რაც მთელი წელი ელოდება ზოგიერთი ადამიანი და თქვენ თუ იმ მომენტში არ იქნებით ანუ არ გიქნებათ ნაყიდი და გაყიდული გაქვთ და ელოდებით როდის ჩამოვა რაღაც და ეს ასე ვთქვათ ხელიდან გაუშვით ეს შანსი ეს ადღიანი ზოგჯერ 10 დღე საშუალოდ გეუბნებით შეიძლება ცოტა მეტი იყოს ან განსხვავებული დღეების რაოდენობა იყოს მაგრამ საშუალოდ რო ავიღოთ 10 დღე თქვენ თუ ამ 10 დღეს გაუშვებთ ხელიდან არ გიქნებათ კარგი შედეგი. ამიტომ როდესაც იყიდით ყოველთვის ჯობია რომ ფლობდეთ და ვიღაცებს არ უსმენდეთ, როდის უნდა გაყიდოთ და როდის უნდა იყიდო, არავინ ზუსტად არ იცის, არავინ. აი, თქვენ კი არა, ბოგლე და ეს ბაფეტი როა იმათ არ იციან, როდის უნდა იყიდონ, როდის უნდა გაყიდონ და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ზუსტად რომ თაიმინგი, ანუ დრო ზუსტი დაამთხვიოთ, ყიდვის და გაყიდვის. ეს არის ძალზედ რთული. აქედან გამომდინარე, კარგი სტრატეგია, როდესაც თქვენ ყიდულობთ ინდექსს, უნდა იყიდოთ და პერიოდულად ამატოთ და იფიქროთ გრძელვადაზე რომ დააგროვებთ კაპიტალს და თან თქვენც დაამატებთ, თან კომპაუნდინგი დაგროვდება. ეს არის საუკეთესო ვარიანტი. თუ აქციებს შეარჩიეთ ეს აქციები, პერიოდულად მოგიწევთ გაანალიზება, ნახეთ ბიზნეს მოდელი, ფუნდამენტალური მაჩვენებლები ხო არ ეცვლება, ან რამე პრობლემა ხო არა, ეს უნდა აკონტროლოთ და ეს ძალიან რთულია. თქვენ თუ პროფესიონალი ინვესტორი არ ახარ და მაგრად არ შეგიძლიათ ანალიზი, შეფასება ხარისხობრივი, რაოდენობრივი ანალიზი და ეს ყველაფერი არ გადახარშეთ, ეს ინდუსტრია, კონკურენცია, მენეჯმენტიც, ეს ანალიზი უკვე შევეხე ემოციებს არ ყო, ძალზედ რთული, ამიტომ ჯობია ინდექსი იყიდოთ, იმიტომ თქვენ სწორედაც რომ შეარჩიოთ, ნუ გონიათ რომ აუცილებლად იდეალური შედეგი გექნებათ ვიდრე სტანდარტია 500-ზე. კარგი შეარჩიეთ რაღაცა და 10 წელი თქვა გქონდეთ. ნუ გონიათ რომ აუცილებლად ეს სწორი შერჩეული უკეთესი იქნება აუცილებლად ვიდრე სტანდარტია 500-ში და ამ დროში თქვენ უამრავი ანალიზი და ფიქრი და ნერვიულობა მოგიწევთ და შეიძლება არც გქონდეს უკეთესი შედეგი სტანდარტია 500-ზე. ამიტომ უაზრობაა გეუბნებით, აი ძალზედ თუ არ ხართ განსაკუთრებული ანუ ეჯი თუ არა გაქვთ დიდი გამოცდილება და ეს თუ არ არის თქვენ რომ საუკეთესო აქციების შერჩევა შეგიძლიათ, მაშინ ჯობია ინდექსი და წყნარად პერიოდულად დაამატებთ თქვენ საყვარელ საქმიანობას გააკეთებთ, არ ჩამორჩებით, როცა შემოსავალი გექნება და
დააზოგავთ ფულს, იმას დაამატებ და გრძელვადაში ამაზე უკეთეს შედეგს ვერ მიიღებთ. ცალკე თქვენი სამსახურიდან ან სხვა საქმიანობიდან შემოსავალს იღებთ, თან აქაც კომპაუნდინგი არ გვაბანდებ და თუ თქვენ მარტო აქ დაიწყებთ აქციებს, ხოლოდ აქ უნდა დაუთმოთ, რომ თუ დროს ვერ დაუთმოთ, ვერაფერს ვერ მიაღწევთ, რომ ძალიან ბევრი ფიქრი და ანალიზი წვიდება. ერთ აქციას ხო არ იყიდით. იყიდით მაგალითად 5-10 ხო, შეიძლება 30 წვიდულობს ზოგიერთი და 30 აქცია დღე და ღამე რო აანალიზოთ, მე ძალზე რთულია რომ ყველაფერი მეტნაკლებად დიდი ნაწილი თქვენ კონტროლის ქვეშ ყავდეთ. ძალზე რთულია 30 კომპანია წარმოიდგინეთ, სულ უნდა აანალიზოთ. ამიტომ ინდექსი კარგი ვარიანტია. ყველაზე მე გეუბნებით იმას, რაც საუკეთესო ვარიანტია, ჩემი გამოცდილები და რომელიც 50000 საათი მაქვს დახარჯული და ძალიან ბევრი განათლება მაქვს ამის აი ძალიან ბევრი მთელი წლები სწავლინა დაწყებული თეორიულ გეუბნებით ეს კარგი ვარიანტია. ყველა ეს დაბალრისკიანი 7 და ინვესტორების 85% ამაზე კარგ შედეგს მაინც ვერ მიიღებთ, რაც სანერბოა 500-ია. ჯობია. აი ეს არის ჩემი რჩევა, რომ სხვებს არ უსმინოთ, მიიღეთ თქვენ თვითონ გადაწყვეტილებები, თქვენ თვითონ დაამატეთ, არავინ არ გჭირდება, ვერავინ ვერ გეტყვით. ვერც ერთი ეკონომისტი ვერ გეტყვით რა მოხდება ზუსტად ეკონომიკაში, და მილიონერები იქნებოდნენ მაშინ ეკონომისტები და არავინ არ არის. ლექტორები ვერავინ ვერ გეტყვით, თუნდაც ეკონომიკის, თუნდაც ფინანსების რა მოხდება, იმიტომ თვითონაც ეგრე იქნებოდა. ანუ ეკონომისტები მაშინ ძალზე წარმატებულები იქნებოდა, რო იცოდნენ მართლა რა მოხდება. იმიტომ იმ დროს იყიდიდი, გაყიდიდი, ამიტომ არ იცის არავინ არაფერს. ფიზიკა და მათემატიკა და ეკონომიკა და იმაზე არ არის. აქ არის იყიდო ინდექსი და პერიოდულად ამატო გრძელვადაში 5, 10, 15, 20, 30-ზე. რა ვიცი, ეს გქონდეთ შენარჩუნებული. ეხლა იმდენი უნდა ამატო, რაც არ გჭირდება ცხოვრებისთვის და ესეთ თანხა რაც გადადება შეგიძლია ძალიან გრძელვად და ეს საუკეთესო ვარიანტია და ასე უნდა მიყვეთ. ეს არის იდეალური უნიკალური